ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ 2008 წელს რუსები. აი ოფიციალურად მიმართავ გინდა პუტის და გინდა მათ შეერაღებული ძალების დირექტორია თუ ვიღაცა არის. ჩვენ 78 ტანკი უნდა დაგვიბრუნონ რა. ჩვენს ტერიტორიაზე აკრიფეს და წაიღეს. ხო წაიღეს. გიო, მაბატია რა. დამერწმუნე არავის ნაკლები ის არა ვარ მე პატრიოტი და ყველა ვცდილობ რომ ზომიერი ვიყო. ჩვენთან შემოვიდე. ახლა რა ვიცი, წარანი თulitāo რო იდგენ. ისკანდერებს გვიყენებენ ჯავის რაიონში. მე ესეთი ინფორმაცია მაქვს და გავცედა 2-3 დღეს. ვისაუბროთ ამაზე ზოგადად. აი, მაინტერესებს, გიორგი. მოდი რა კომპენსაციის სახე დაგვიბრუნონ ეს 68 ტანკი. მაგათ საქმე არა ამ ტანკებსაც განვალაგებთ. ორფენოში განვალაგებთ თუ სად, მაგრამ ტანკები დაგვიბრუნონ რა. და სარგებლობ ამ შემთხვევით. ვიცი რომ რუსეთს დაზვერვათო ჯანდაბა და ოხრობა კანტორები ყველანი გვისმენენ. დააგვიბრუნეთ ის ტანკები 68 ტანკი ჩვენი ბიუჯეტიდან აკრებია ჩემი ფულით არის იქ ჩადებული ის ტანკები დააგვიბრუნონ ჩვენი ნებართვის გარეშე ბალისტიკური რაკეტა დაგვიდგეს სამხრეთ კავკასიას ქართველები აკონტროლებენ დააგვიბრუნონ ის ტანკები აი სამ ჩვენ ამ საფრთხის მასშტაბებს გავაცნობიერებთ რომ დავახეთქოთ რა და მოვთხოვოთ ვლადიმერ პუტინს კაი შენ თუ არ მოსთხოვ მე მოვთხოვ თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა თუ არ მოთხოვს დააგვიბრუნეთ 68 ტანკი გიორგი ხო მაგრამ 68 ტანკი რო დაგვიბრუნონ ამის საფასურად ჩვენ ნებას მაინც ვერ დავთოთ ეს უნდა იყოს პროტესტის ეთანხმები მაგრამ ბიჭო კონტრიბუცია არსებობს საერთაშორისო ლათინური სიტყვა ხო ჩვენს დაუკითხავთ ხო შემოიყვანეს სამხრეთ კავკასიაში არა მათ ბევრი ამის შეყავთ დაუკითხავთ დაუკითხავთ მეთქი გიორგი დამიჯერე ახლა ანუ და ამისთვის ჩვენ მოწინააღმდეგე უნდა გვცემდეს პატივს ჩვენი ძალა უნდა იყოს შესაბამისი გიო და ჩვენ რომ პატივს გცემენ ეშინია ჩვენ დიდი ნაცია ვართ გიორგი აი ამ თურქულ რუსულ გეოპოლიტიკურ ჭიდილში ფასი გვემატება მოვითხოვოთ რა 68 ტანკის დაგვიბრუნონ ისენის დაგვიბრუნონ ხამერების ის კატერების დაგვიბრუნონ და კეთილი ნემონდა აი როგორც ღირსეულებს ისე მოგვექცენ. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა საგარეო პოლიტიკური სპეკულაციები და არ უნდა დავკავდეთ ამ ჩვენ სპეკულაციები გატაცებული. ჩვენი იურიდიული სივრციდან წაიღეს ტანკები. კანონად მოიქცნენ. ჩვენ ახლა საუბარი იმაზე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პროგნოზირებადი პარტნიორები, სტაბილური პარტნიორები. ანუ ესე გადადგა ნაბიჯს მხოლოდ 68 ტანკი დაგვიბრუნონ. რა არის 68 ტანკი 3500 აქ მქონე ხო მაგრამ ეს მხოლოდ 68 ტანკი ანუ მხოლოდ ტანკების დაბრუნება ხო არ არის ანუ ის რას შესვლის ანუ ეს ტენდენციის მაჩვენებელი არ იქნება ერთის ხრივ მათ ეს ტანკებიც რო დააბრუნონ და თუ დადასტურებულ ეს გაგვიკეთო რა ხო მაგრამ უარესი ის რომ ჩვენ ტერიტორიაზე ბალისტიკური უბრალოდ ბალისტიკური არა ფრთიანი რაკეტებია ეს და ეს რაკეტა კომპლექსები განალაგეს ეს უკვე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ისი რა ჩვენ წესით და რიგით აი პატეოსანი და ღირსეული მეზობელი რო ყავდეს უნდა ეთქვა ჩვენთვის რომ ვაპირებ ბალისტიკური და პატეოსანი და ღირსეული მეზობელი რო ყავდეს ჩვენ არ გვექნება სამხედრო კონფლიქტი რა ახლა დიდი ბოდიში რა ჩვენ რა თქმა უნდა ეს არის სამუშაოთა მე მზად არ ვარ ამაზე საუბარი იმიტომ თუ რამის მოთხოვნა არა მაგიტო უბრალოდ ეს მხოლოდ ტანკები არ არის თემა ეხლა ტერიტორია გაცილებით უფრო ძვირფასი აქვს წაღებული მათ ჩვენი ტერიტორია აქვს დაკავებული მაგ ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობის ჩვენ მოქალაქეებს დავიწყოთ რა იბადო მე უნდა ეხლა წინასწარ ხარული მაგრამ აგი მიზეზია მე მიხედავთ რა განცხადებას გავაკეთებ აქ ტანკებს არ დაგვიბრუნებენ ეხლა უბრალოდ ეს არის ძალიან ავაბრუნებ აი დათო ესა გიო აი მართა გეუნები რა აი ჩემი ცხოვრების მიზნად დავისახავ რომ ის ტანკები დავიბრუნოთ უნდა დავიბრუნოთ რა უნდა უბრალოდ ტანკებზე პროვინცია და სისტემა ეს არის შუღურული ფულით გაკეთა დიდი ფულია გადახდილი 68 ტანკში. ხო, მარტო ტანკებზე არ არის, ეხლა პლაგი ჰამერებიც წაიღეს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 4 ჰამერი არ წაიღეს? ხო, ისიც უნდა დავიბრუნოთ. ის კატერები რო წაიღეს ამერიკული ნაჩქარი იყო საქართველოს სახელმწიფოსთვის. ისიც უნდა დავიბრუნოთ. დავიბრუნოთ რა გიო რა. ი ბატონო დავიდეხავთ წინამდელი არ არის, მაგრამ ეს არის დიდი სამუშაო პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი. რა გახდა ესეთი? ისკანდერები ჩამოგვიყვანეს ჩვენს დაუკითხავად? ანუ 25 წელი აფხაზეთი ოკუპირებული აქვს ეხლა და ისიც უნდა დავიბრუნოთ. გიო, მართა გეონები უნდა დავიბრუნოთ.